შვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები ქუთაისში, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესი დადებითად შეაფასეს. ჩვენი გადამღები ჯგუფი დილიდან მუშაობს ქუთაისში, მეტ დეტალს ირმა ჭოლაძე გვეტყვის. 17 საათის მონაცემებით ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 41305 ამორჩეველმა, რაც ამორჩეველთა საერთო რაოდენობის 27%-ია. თუ ჩვენ შევადარებთ აღნიშნულ მონაცემს 4 წლის წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის აქტივობას, მივხვდებით, რომ აქტივობა არის დაბალი. 4 წლის წინ არჩევნებში 17 საათისთვის მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის ამომრჩევლის 35%-მა, რაც 27-თან შედარებით ბუნებრივია მაღალია. ქუთაისში რეგისტრირებულია 152,929 ამომრჩეველი და გახსნილია 77 საარჩევნო უბანი. მე შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა დღეს უნდა აირჩიოს ქუთაისის პირველი პირი, ქუთაისის მერი და არჩევანი უნდა გააკეთოს 3 კანდიდატს შორის. ეს კანდიდატები წარმოადგენენ მართო პარტია ქართულ ოცნებას, აგრეთვე პარტიას გახარია საქართველოსთვის და პარტია საქართველოს. მისმის პროცესი გრძელდება. 41305 ამომრჩეველია 17 საათისთვის მობრძანებული უბნებზე. ეს არის ჩვენი ამომრჩევლის 27%, რაც შეეხება საჩივრებს. ისევ ერთი საჩივარია ქუთაისის ოლქში შემოსული, უბნებზეც 7 გარემოა, საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ ქალაქში არჩევნები კარგად მიმდინარეობს. ძალიან ენთუზიასტი თანამშრომლები ყავთ, რომლებიც ფანტასტიურები იყვნენ ჩვენს მიმართაც. ჯერჯერობით ცუდი არაფერი გვინახავს. ვხედავთ ბედნიერ ადამიანებს, რომლებიც ხმის მისაცემად მოდიან. არ არის პრობლემები არც გარეთ და არც შიგნით უბანზე. არ მგონია, რომ რაიმე სხვაობა იყოს ქალაქებს შორის. მე ვიხილე მსგავსი პროფესიონალიზმი ყველასგან. ნახე აქტივობა, ბევრი ადამიანი მიდის და აძლევს ხმას და მიმაჩნია, რომ ყველა ქალაქში კარგად მიმდინარეობს არჩევნები. არჩევნები სტაბილურად პოზიტიურად მიმდინარეობს. უბნები ეფექტურად იმართება ისე როგორც ეს დასახული იყო. მთლიანობაში მიდგომები თითოეულ ქალაქში საკმაოდ მსგავსია, თუმცა აქ ქუთაისში ძალიან დიდი ენთუზიაზმი შეინიშნება. ახლა კი მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები ვანში. ვანში რეგისტრირებულია 23,255 ამომრჩეველი და 17 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო თითქმის 10,000-მა ამომრჩეველმა. ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით 17 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შესულა და კიდევ ერთი ინფორმაცია, ვანში მერობისთვის ერთადერთი კანდიდატი იბრძვის და ის არის ვანის მოქმედი მერი პარტია ქართული ოცნების წარმომადგენელი. ქუთაისიდან ირმა ჭოლაძე საუბრობდა.